სათხარ დაბადებული ამბროლაურში სოფელი სინათლე. არ დაიწყოთ ძებნა ვერ იპოვით, თორემ ასეთი სოფელი მართლა არსებობდა, რაჭველებს ხომ რაღაც სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ რაჭის მიმართ, განსაკუთრებით თუ ნიკორწმინდელია, მაგრამ კომუნისტები ნიკორწმინდასაც შეეხნენ. თუ თქვენ გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს დაიბადეთ ნიკორწმინდაში, დაბადების ადგილის გრაფაში ასეთი რამ დაგხვდებათ. ამბროლაურის რაიონი, სოფელი სინათლე. ასეთი სახელწოდებით სოფელმა ცოტა ხანს იარსება. დოკუმენტებში, ოფიციალურ განცხადებებსა და ადმინისტრაციული დაყოფის წიგნებში. ყოფაში ვერ დამკვიდრდა. არავინ ამბობდა სინათლიდან ვარ, სინათლეში დავიბადე. გაცილებით დიდხანს შემორჩა ოზურგეთს მახარაძე, ფილიპე მახარაძის საპატივცემულოდ, სენაკს 1999 წლამდე ერქვა ცხაკაია. მიხარ ცხაკაიას გამოისობით. მარტოს გეგეჭკორი. ესენი სულ ბოლშევიკები იყვნენ და ამ რაიონებში იყვნენ დაბადებულები. ეს პროცესი სადღაც 1925 წელს დაიწყო. კომუნისტებს განსაკუთრებით უნდოდათ რელიგიური ტოპონიმიკა წაეშალათ. ადმინისტრაციული დაყოფის წიგნებში ბევრია სახეშეცრულის დასახელებები: სინათლე, გამარჯვება, შრომა. ნიკორწმინდამ სინათლეთ 1959-დან 66 წლამდე იარსება, ისიც მხოლოდ როგორც თქვით დოკუმენტებში. ხელოვნურმა ჩარევებმა მეხსიერება და იდენტობა ვერ წაშალა და ვერ ჩაანაცვლა.